ზოგადად 40 წლის შემდეგ მთა მიწა და ბუნება ადამიანს ეძახის. თუ რა თქმა უნდა, ცოტათი მაინც მიაღწია იმ გაცნობიერებულ ხო. მე ვფიქრობ, რომ ეს ძახილი მთის, რამაც მე თბილისიდან წამიყვანა და მივყავარ, ხო? ტყეში, ღრეში, თლუღში. ეს არის აი ის ძახილი ჩვენი წინაპრებისა და მე ვფიქრობ, რომ ყველა უნდა დაუბრუნდეს ტყეს, ყველა უნდა დაუბრუნდეს მთას, ბუნებას, თავის სოფელს და რატომ? იმიტომ რომ ძალიან ზედმეტად დავცილდით. ძალიან ზედმეტად ხშირად დავდივართ ასფალტირებულ გზებზე, ბეტონებში, მომწყდაულები აი ამ ჯორღმულებში და დავკარგეთ კონტაქტი ღმერთთან და ეს ძახილი უნდა გაიგო აუცილებლად და შენს გულში აუცილებლად უნდა დაბადო ქრისტე. ღმერთს უფრო გზნობ იქ? რა თქმა უნდა. დამიქვენი კორწინდა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ის სამყარო, ეს ბუნება, ტყეები, ყვავილები, ტბები, მდინარეები, ეს ხო ღვთიური ემანაციებია და მან ყოფნა ყველაზე მეტად გაგრძნობინებს მან ყოფნა, რომ შენ ხარ ღმერთის მსგავსი. რომ ღმერთმა შექმნა ხატად და მსგავსად. ეს წარმოუდგენელია იგრძნო აქ კახა დამერწმუნები კვამში და თუმცა ჩვენ ახლა ისეთ ლამაზ ატმოსფეროში ვიმყოფებით ორანჟერიაში. კი, პატარა რაჭა მოვიწყეთ.